ზედა საზანოში მაჩიტიძეების უბანში მოსახლეობის თხოვნით მივედით. უნდოდათ საჯარო გაეხადათ ავარიული საუბნო გზა, რომლის მოწესრიგებასაც წლებია ითხოვენ. გვეუბნებიან, რომ გადაადგილება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, როცა წყლის ნაკადი გზაზე გადადის და მის ისედაც დაზიანებულ პერიმეტრს კიდევ უფრო რეცხავს. მოვარდნილი წყალი მოსახლეობის ნაწილის ეზოებშიც შედის. ამას ხვირი ვარ, ახლა გია 4 წელიწადი. კაციშვილი ყურადღება არა, ჩასმული ხარ. კიდო გეუნე, მეწოდება ჩემი გამგებელი, რომ რამდენჯერ ჩავალთ ის რაღაცას გამოგვიყოფს, რაღაცას გაგვიკეთებს. არ ვერ ვიტყვი კაცს იმას, რომ რაღაცას არ ხედავს ვარ. მოვარდა წყალი ახლა სტიქიას ვერ დაუდგება ჯერ ერთი წინ. მე მეორე ყველა გასულია სამუშაოდ და ემარა. ხან ხალებს რა უნდა გაეკეთებიეთ აქ. ის შეინგრა ბოგირი, იციან. მე იტანეს იქ როდებს ახლა ტრუბა და იქ რამდენად არის ის არა. უნდა დახრეშილიყო, გამოყოფილი არის თანხა. მე გვითხრეს, რომ ამ უმას რაღაცას მოვყავ, ჩვენ ვთხოვეთ 100 მეტრო ასფალტის გულისთვის. იმ თანხით გაგვიგეთეთ ეს ყვითელი ხრეში, თუ შეიძლება. კი არა არჩევნება, კი გაცურა, ვარ არჩევნება მევიდა, შეიარა წყალბა და ეარა ჩემეზოზე თელმა წყალბა. ხალი ახლა რო ვარდება, კი კანაოს, ამოუგეთ, მოუცა ტრაქტორი, გევიყვან, არ შველის, ამეიცო. გზა არის აუცილებელი, აბა, რო რამე დაჭიდებს. იმას ხო უნდა გახვიდო და გამოხვიდო. ეგ არის. გვაინტერესებს, ახლა 1000-ჯერ მიზახის ესე გადავარდა წყალი, შევიდა ეზოში. ხო და გვიძახის ჩვენ მივდივართ და ვეხმარებით, კაცო ეს კი არ არის. მეტია. ბევრი რამე გვინდა, გზა საკეთებელია თავიდან ბოლომდე, ახლა. მარტონა ჩვენი უბანია დარჩენილი, რატომაც დარჩენილი? არ გია სხვაგანაც რომ კეთდება. მივესალმებით ამას, მაგრამ ჩვენ უბანსაც არაფერი არ დაუშავებია, რომ გზა არ გაკეთდეს. ვითხოვთ გზას და გამგეობაში რო ჩავდეთ, კი მაგრამ თქვენ უბანში ცოცხლები არის ხალხიო, ასე გვეუბნებიან და რა გავაკეთოთ? აგერა ბავშვები სკოლაში დადიან და არის ცუდი გზა და ყველანაირად ეშლებათ ხელი. სასკოლო ავტობუსი ამბობს, რომ იქნებ გაკეთდეს გზაცო, კაცო, რა ქნას მძღოლმაც ისეთი აქ ერთ ცხოვრობს ჩვენთან, განასხვავებენ, მაგე ჩვენი მეზობელია და ამბობს, რომ ძალიან ცუდი გზა არის და რა ვქნაო, მარშრუტკაც მოვსპეო და ბავშვებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ბავშვებიც და ზამთარში თუ მოთოვა და ან ცუდი ამინდი იქნა, მარშრუტკა თავისთავად ვეღარ მიდის. ამიტომ ვითხოვთ გზას, მეტი მოთხოვნა ეხლა რა შეიძლება, რომ ეს თელი უბანი არის ამ დღეში. ეს კადრები თავად ადგილობრივებმა უბანში ჩვენი სტუმრობიდან მეორე დღეს გადაიღეს და გამოგვიგზავნეს. ეს ვიდეოც ადგილობრივების მიერ არის გადაღებული მაშინ, როცა უბნის ბავშვები სასკოლო ტრანსპორტის მოლოდინში არიან. უბანში პრობლემა მარტო მოუწესრიგებელი გზა არ არის. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სასმელი წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ. შუა გზაზეა მიტოვებული გარე განათების საკითხიც. ხიძებიდან დავქონდა ქვედა საზანოდან წყალი, დასავლეთის წყალი არ გვაქვს შვილო. არც განათება გვაქვს, არც გზა გვაქვს, არც წყალი გვაქვს. ძალიან მიტოვებული სოფელი გვაქვს, არაფრით ყურადღებას რო არ გვაქვს არაფრად. მოიტანეს არჩევნების წინს განათება დააწყვეს და არის აწყვე, მეტი არაფერი. ავტობუსი არ დადის. ჩვენ მოწყვეტილი ვართ საერთოდ ავტობუსს. ტაქსითან რომ მიხვიდე და უთხრა ჩვენი უბანში მინდა წასვლაო. არ წამოყვება. იქო ისეთი ცუდი გზებიაო და ისეთი მდგომარეობა არის. არ მინდა არჩენი ფულიო და არც წამოყვებიო. საზანოში უნდა ჩავიდეთ ფეხით. სხვა ჩვენთვის ავტობუსი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ როგორც ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს, ისე მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. მათგან სატელევიზიო კომენტარები ვერ მივიღეთ, თუმცა გვითხრეს, რომ უბნის გზის რეაბილიტაციის პროექტი შედგენილია და მისი ღირებულება 545,000 ლარია. თავარი ახლა მერიაში მოქმედი ეგრეთ წოდებული პრიორიტეტების კომისიის გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც ამ პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. მანამდე კი, როგორც საზანოში მერის წარმომადგენელმა გელა კობახიძემ გვითხრა, მაჩიტიძეების უბანში გზის შესარემონტებლად ქვიშა ღორხს შეიტანენ. საკითხი ამ ეტაპზე ეგრეთ წოდებული შესყიდვის პროცედურებს გადის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი შიმშილაქედის გზა ბეტონის საფარით მოეწყო, რომელზეც მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ამ დროისთვის კი რეაბილიტაცია საზანო ზოვრეთის დამაკავშირებელ გზას უტარდება. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
პროცესი 4 კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით 130,000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი. ვაქცინაცია გრიპისა და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფების ასაკოვანი ადამიანები, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია. პროცესი მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებშიც. გრიპის ცირკულირებს, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით და არ არის გამონაკლისი საქართველოს ამ მხრივ. დღეისათვის საქართველოში გავრცელებულია როგორც A-ტიპის, ისე B-ტიპის ვირუსი, არის ასევე ცირკულირებს სხვა ვირუსებიც, რინოვირუსი, ადენოვირუსი. პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, აქტიურად, ხშირად საპნით და წყლით და ასევე სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება გრიპის საწინააღმდეგოდ ეს არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ. ეს არის სრულად უსაფრთხო. საქართველოში ყოველწლიურად ტარდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩვენი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ის არის სრულად უფასო. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში 2024-25 წლის სეზონის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის პროცესი განისაზღვრა 11 ოქტომბრის ბრძანებით და გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკ ჯგუფები განისაზღვრა შემდეგით, რომ უნდა აიცრას პრივილეგია აქვს ამ ჯგუფებს, დიაბეტის მქონე პირებს, დიალიზზე მყოფ პირებს, სხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, ასევე ორსულებს, ხანდაზმულებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო დაწესებულების, ასევე ჯანდაცვის პერსონალს, სამედიცინო პერსონალს და ეს რისკ ჯგუფებზე ვაქცინაცია მიმდინარეობდა 4 ნოემბრის ჩათვლით, 18 ნოემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა 4 ნოემბრის შემდეგ უკვე ვაქცინაციას ექვემდებარება ნებისმიერი მსურველი, ვისაც ეთმობა ამის სურვილი და შეუძლია ადამიანს მიმართოს გეოგრაფიული არეალის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ვაქცინას, ვაქცინა არის ინფლუაკი, არის 4 კომპონენტიანი, არის 4 შტამის შემცველი. 15 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი დაწესებულება ცენტრი მომარაგდა 2200 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩვენიდან არის მომარაგებული ვაქცინებით, როგორც ქალაქის სამედიცინო დაწესებულებები, ასევე სოფლის ამბულატორიები. რა კეთდება ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნოთა ქარხანაში ჰაერის გაწმენდის ხარისხისა და საწარმოო პროცესის გაუმჯობესებისთვის დროებითი მართვის რეჟიმის პირობებში. ქარხანაში კვამ-გამწოვი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. საწარმოს მეოთხე საამქროს 21 ღუმელზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად სისტემა გარემოს დაცვით სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი. დასრულებული თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, როგორც საწარმოში ამბობენ, ქარხნის სრულად ამუშავების პერიოდისთვის სისტემა სრულად გამართული უნდა იყოს. დროებითი მართვის რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების მიზნით ჯორჯიან მანგანეზმა გადაწყვიტა ესარგებლა რა ზესტაფონის ფეროშენადნოთა ქარხნის დროებითი შეჩერებით დაიწყო კვამგავწვავის სისტემის რეაბილიტაცია. ამჯერად განხორციელდა მეოთხე საამქროს 21 ღუმელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ დიტალიური ფილტრების მონტაჟს გაზგაწმენდ სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჰაერის გაწმენდის ხარისხს და მთლიან საწარმოო პროცესს. გამომდინარე იქიდან, რომ ზესტაფონის ფეროშენადნოთა ქარხნის ცალსახა პრიორიტეტი გარემოს დაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილებაა, მოხდება ინსპექტირება გაზგამწმენდის სისტემის, მოხდება ფილტრების შემოწმება, დაფერხვა, ასევე ძველების ახლის ჩანაცვლება, ანალოგიური სამუშაოები გაგრძელდება ბუნებრივია პირველ საამქროშიც. ნომერ მეოთხე საამქროს გაზგამწმენდის უბანზე მიმდინარეობს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ ნომერ 21 ღუმელზე მონტაჟდება ახალი კვამგავწოვი. დამონტაჟდა ახალი უკუდაბერვის ვენტილატორი, მოეწყო წყლით გაგრილების სისტემა, შეიცვალა ფილტრები.
ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართლის სრულად დამუშავებას გაზგაწვედი უბნები შეხვდეს გამართულ მდგომარეობაში.